ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. გადაცემის დროების ადამიანი ოფიციალური წარმომადგენია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი. თუ ხარ ქართველი, ხარ პატრიოტი. სხვანაირად არ მისმის ქართველობა. მე ის უთხარი შენ სამარცხვინო არაფერი არ გაგიკეთებია და ნუ იქნები თავდახრილი. მე ვარ ჯონი კვარაცხელია, ანდრე კვარაცხელიას მშობელი მამა. მე ვარ თეა გილანტია, პოლიტპატიმარი, ანდრე კვარაცხელიას დედა. ამჟამად ვიმყოფები იტალიაში ვარ, ემიგრანტი, უკვე 13 წელია. ანდრეს რო დაიბადა იქიდან ყველა წუთი და წამი მახსოვს. იმდენად ნიჭიერი იყო ანდრე პირველ მეორე კლასში, ფრანგულის ანბანი კითხვა იცოდა, აი თავისუფლად და მასწავლებელმა ითქვა, რომ ექსტერნადო დავსვათო ანდრე მესამე კლასშიო და მე უარი უთხარი რა, რადგან ჩამორჩებოდა, დაიჩაგრებოდა და მაგიტომ. ვერცხლის წყალებით იყო ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ჩემი მოსვლა მე რომ მოვიდოდი. იმდენად მოწესრიგებულად, იმდენად დალაგებულად მხდებოდა, რომ ამას საერთოდ არ დაუშავები არაფერი, არც გაუბრაზებია იქ ბებია, დედა და ასე შემდეგ. აი ეს ტიპაჟი იყო რა და ნუ სულ გვერდით მედგა ესე რომ ვთქვათ, სახში როცა შემოვდგამდი ფეხს რა. ჩვენ კიდე ესეთი აქტივობა გქონდა, დილით ვდგებოდით ესე ადრე 6-7-ის ნახევარზე სარბენად. ანდრე ავდექით ეს უკვე სტარტზე იყო რა. კვირაში გქონდა ესე 3 დღე უნდა გვერბინა დიდი მანძილი, ეს იყო მინიმუმ 5 კილომეტრიდან 6 კილომეტრამდე. მაგრამ აი რო შევნიშნე რომ ჯერ 1 კილომეტრი, 2 კილომეტრი ჩაულებრივად, მე კიდე მოუმატა მე კიდე და ანუ საბოლოო ჯამში მე იმანაც გადამაწყვეტინა რომ მე ყოფილი რაგბისტი ვარ. რაღაცნაირად გამიჩნდა რომ ანდრიც რომ ყოფილიყო რაგბისტი, იმიტომ რომ კარგი მონაცემები ქონდა. რავი ცოტა არ იყოს, მე მივყევით ამ თემას. 10 ნომერი იყო ანდრის სისწრაფეში, არ ვიცი, ჩვენი ტრენერი იყო გია მაისურაძე, იმდენად გახარებული იყო და იმდენად ნათელმომავალს უცინას ეუბნებოდა ანდრის, მაგრამ სამწუხაროდ ანდრიმ ხერხემლის ტრავმა მიიღო და ვერ გააგრძე, სახიფათო იყო მისი ჯანმრთელობისთვის. პარალელურად ახლა ბავშვი, თქვენ წარმოიდგინეთ სამეჯლის სოციკვაზე დათიოდა ახლა ანდრის სამეჯლის სოციკვას მის მეგობრებს რო ვეუბნები. იცინი ამ ხოლმე რა, რომ ვერ წარმოუდგენიათ ახლა ანდრე რომ ცეკვავდეს რა და ესე ოფიციალურად არსად არ უცეკვია, მაგრამ პატარა-პატარა რაღაცა კონკურსები სადაც სტარტებოდა, დაახლოებით 1-5 წელი ცეკვავდა რა ანდრე რა. და კარგად გამოსდიოდა სხვათა შორის. მერე უკვე რა ცოტა რო წამოიზარდა, ამხანაგის მეშვეობით, რომელიც ჩამოსულები იყვნენ ირანიდან, თუ არ ვცდები, კინორეჟისორები, მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში, მე რაც ვიცი, 3-4 ფილმში აქვს მიღებული. 3 ფილმი არის პატიმარის როლი და 1 ფილმი არის ჯარისკაცის როლი. მე ვარ აფხაზეთიდან, სამწუხაროდ ესეთი სტატუსით, რომ გამოვყარეს დევნილი და ასე შემდეგ. 12 წლის ვიყავი მე იქიდან რომ გადმოვედი, ნუ თუ მაგას გადმოსვლა ქვია. და ეს პერიოდები, შემდეგ ეს გავლილი წლები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ამაზე ხო ფიქრობ ადამიანი. ადამიანების განვითარება და მომავალი ანდრის შეხედულებით, ჩემი შეხედულებით, ანდრის სამეგობრო შეხედულებით საქართველოში ცოტა პრობლემა გახდა ეს და ამაზე ქონდა ის აღნიშნა, რომ აი თუნდაც რო ჩამოდიოდა სადღაც საზღვარგარეთიდან ევროპის რომელიღაც ქალაქიდან და შემოდიოდა, ნუ ქონდა მე მაგაზე დისკუსია, რომ აქ ძალიან შებოჭილია ხალხი გარემოდან გამომდინარე, ვიდრე იქ. ანდრის შემთხვევაში უფრო მეტად ფიქრობდა ამაზე, უფრო მეტად აინტერესებდა, უფრო მეტი იყო მისი პროტესტი, იმიტომ რომ ის რა თქმა უნდა აქ დაიბადა, გაიზარდა
საქართველოს ისტორია იცის და იცის ის რას ნიშნავს უკეთესი ცხოვრება ყველა ახალგაზრდისთვის, ყველა მომავალი თაობისთვის. ერთი პერიოდი იმასაც კი მეუბნებოდა, რომ დეო წამოვალ შენთანო. წამოსვლით მე კი წამოვიყვანდი, მაგრამ მე არავისთვის არ მithქვია ასე სახალხოდ. მე 13 წელია აქ ვარ, მე ყოველთვის შემეძლო, მე ჩემი შვილები წამომეყვანა, მაგრამ არ წამოვიყვანე. აი შეგნებულად არ წამოვიყვანე. იცით რატომ? მე როცა ბავშვებს აქ წამოვიყვანდი, ის ბავშვები აქ ევროპის გემოს რო გაიგებდნენ, საქართველოში არ დაბრუნდებოდნენ. მე არ მინდოდა ჩემი შვილებისთვის მე რაც დავკარგე როგორ, ანუ მე რაც დამატდა ამ წლების განმავლობაში, ჩემი ფესვები ის ჩემს შვილებს რო არ დაეკარგათ. მე არ მინდოდა ჩემი შვილების ქართული მე რო დაკარგულიყო. აი მაგიტომ არ წამოვიყვანე. როცა ანრი დაიჭირებს, ბევრმა გამლანძღა, ბევრმა ძალიან საშინელი სიტყვები, დედაო იქო სეირნოვსო, გულაოსო და ბავშვები აქო რატო არ წაიყვანე იქითო. აი ზუსტად ეხლა მინდა მე ის უთხრა, რომ მე ის იმიტომ არ წამოვიყვანე ჩემი შვილები, თავიანთი ფესვები, თავიანთი კერა რომ არ დაეკარგათ. იქიდან სანახავად და მოსასმენად ძალიან ადვილია, თორემ აქაური გავლილი გზა ძალიან ძნელია. აი უვიზო მიმოსვლის პერიოდში სანამ ეს იქნებოდა, ეს უვიზო მიმოსვლა დაიწყებოდა. აი ორი მონატრებული შვილების სიცოცხლეს ფიცა ვარ, თუ გულით არ ვლაპარაკობდე. რამდენი ემიგრანტი მე მინახია აქ გაჭირვებისგან შეშლილი. ანუ ჭკუიდან გადასული, რამდენი ისე ჩემს შვილებს გამართლებოდეს და იქ დღევანდელი ფაშისტური ხელისუფლების სექტანტები დგანან და ჩვენზე იცინიან, იმათ რა უჭერს. რა თქმა უნდა, საუბრობ იმაზე, რომ თუ როგორ გადმოვედი, თუ როგორი იყო ჩემთვის და რა ჩაიდინეს რუსეთმა აფხაზეთში. დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი, აი ესე დევნილად ექციათ და მარტო დევნილობა არ არის, ხო ეს? ეს არის გადმოსვლა, ეს არის არ გაქვს იმ დროს საკვები, საჭმელი. აი ეს ყველაფერი ამბავს ესმოდა. და ეს ნებისმიერ ოჯახში არის საუბარი. ის რუსული პოლიტიკა რაც ტრიალებს, ჩემთვის მიუღებელია რა. ჩემს ქვეყანას ვნებს და ძალიან დიდ ნეგატივს ავლენს ამ განვითარებაში. აღმოჩნდა რომ მისი ძალიან ბევრი მეგობრები იყვნენ აქციაზე და ესეთი რაღაცაც კი მითხრა. მამაო, ვერ ვждებოდიო, გესმისო? რო დაიწყო ეს არეულობა, თითქმის ყოველდღე რომ ვეკავდი, რომ ვეკითხებოდი დე რა ხდება, ძალიან გულისწყრომით მეუბნებოდა, რომ დეო საშინელება ხდება აქო. ძალიან წყდებოდა გული. აი არ ვიცი. თუმცა მეც რო პატარა გოგო ვიყავი 9 აპრილის წინა დღეებში იმ ქართულ ხალხთან ვიდექი იქ და სიცხე მქონდა იმ ღამეს და მაგით ავწვდი რომ მე 9 აპრილს დღეს ცოცხალი ვარ. პატარა გოგო სკოლიდან გავიპარეთ მე და ჩემი მეგობარი და ვიყავით აქციაზე, სულაც არ მიგოს ჩემი შვილი აქციაზე თუ იყო. როციოდა დეკემბრის თვე რო იყო, ნოემბრის თვე რო იყო, როციოდა არიგებდა პურს, წყალს და ყავას. ამით ცუდი რა იყო ამაში. და 5 დეკემბერს რო აიყვანეს ბავშვი და რო დამირეკეს, რო შემოიჭრნენ სახში, ჩემი შვილისთვის ის უთქვიათ, თქვენი შენი დედაო, რა თქმა უნდა გინებით, ახლა მიდი და არიგეთოთ პური და წყალიო. ეს თუ დანაშაულია, მე არ ვიცი. ის იდგა იქ, სადაც საჭირო ჩათვალა. როცა ადამიანი იბადება, ქართველი როცა იბადება, იმას თავისი წილი ვალდებულება თან მოყვება. ქვეყნისთვის და სამშობლოსთვის გული როცა გიძგერს, ეს გინდა არ გინდა, ესე მოხდება, ხო? რაღაცა წინააღმდეგობას ვეჯახებით ყოველთვის. და თვითონაც შეეჯახა ამ წინააღმდეგობას. ჩემი შვილი დღეს სადაც არის, რაც რა თქმა უნდა იქ არ უნდა იყოს. იმიტომ რომ მას ეს არ შეუდენია. აქციაზე იყო, მის მეგობრებთან ერთად იყო და იქიდან წამოვიდა. ვის რა მოილანდა მე ეს უკვე მოვა მისი დროც. მე ძალიან ბევრი მაქვს ნანახიც, გამოვლილიც. მე უბრალოდ ანრის უსურებ იმ შვიდობას და იმ გამძლეობას, რაც მან ეს გამოიმუშავა და აქვს. უფრო მეტი შეზინოს მის თავს.
ხუთში გამთენიისას ჩემო გოგომ დამირეკა რომ ასე ანდრიო დაიჭირესო და თქვენ წარმოიდგინეთ შიში მქონდა მე ამხელა რამდენი 1000 კილომეტრი დაშორებული ვარ მე იქ ფეხქვეშ მიწა გამომეცალა მე მოვკვდი იქ განა იმიტომ რომ რაღაცა სამარცხვინო გააკეთა ჩემმა შვილმა არა სულაც არა უბრალოდ ჩემი შვილი რომ დაიჭირეს მაგიტო და ვინ დაიჭირა რუსულ რეჟიმმა დაიჭირა რის გულისთვის თავისი ქვეყნის სიყვარულის გულისთვის მეტი სხვა არაფერი წაიყვანესო არც ტანსაცმელი აცვია არაფერი აი ტრუსის ამარა რა ფეხზეც არ ეწომა არაფერი არ გარბის არაფერი არც არავის არ ემუქრება კარების შემტროები და ისინი იყო რა და ხო შეიძლება რომ აი ეს ადამიანური რაღაცა ის ჩასვა შენს იმაში და ისე მოექცი ადამიანს ამას თვითონ ამერი წყვება რა გამომიყვანესო და მოიტანეს ტანსაცმელებიო. ვიღაცის 47 ზომა იყო ფეხსაცმელი ისმეცო. ხო და ნუ ერთ-ერთ პოლიციელს იქ დადებითად ახასიათეს. თავის მაიკა გაიხადა. გეხვეწები, გთხო, ჩაიციო, თორე სამსახურიდან გამიშვებენო რა. აი გავითვალისწინეო იმ ბიჭის, შავი მაიკა იყო რაღაცა რა, დიდი ზომის ბიჭი იყო და ეს მომცაო და ეს ჩავიცვიო რა. მე როგორც ვიცი, იქ ზეწოლა ქონდა. ანრის მიმართ ანუ ესეთი საუბარი ხო ხედავ კამერები არ არისო. ანუ ეს დიდი ზომის ადამიანებიო დამიდგნენ გვერდზეო. რასაც გეუბნებით ხელი მოაწერეო რა. ჯერ ნაცემი იყო რაღაცა სასწაული თავის ტკიოდა მე ხო დაიჭერეს ანდრი 5-ში ხო 5 დეკემბერს და მე წავედი ხო ჩავედი იანვრის შუჩი უკვე იქ ვიყავ მაგრამ 20 იანვრამდე ვერ მოხერხდა ჩვენი ნახვა არ უყარს მეუბნებოდნენ და მე კიდე რაღაცა და მადლობა უფალს რომ მოხდა ჩვენი ნახვა და ამ ხელს ვერ სწევდა ასე აკეთებდა ანუ როგორი ნაცემი იყო დაკავების მომენტში და ალბათ თქვი ვინ ხელმძღვანელობს აი რო გატეხონ და ვინ ხელმძღვანელობს რა საიდან მოიტანეთ ეს ბოთლი თუ რა არის ის არ ვიცი რა უნდა ეთქვა როცა არ იცოდა რა შეეთითხნათ რა ჩირქი მოეწყოთ იმიტომ რომ ზევიდან ქონდათ ნაბრძანები თორე განა არ ვიცი ახლა თლად ასეთი არა ადამიანები რა უნდა იყოს რომ ეთყობა ან ემუქრებიან ან პრემიებს პირდებიან რომ ასეთი ნაბიჯი ასეთი არა ადამიანის საქციელს რა ჩადიან აი ამ ფოტოში რაც ნახეთ და ვიდეოში ანზორ კვარაცხელიას ხელში უჭირავს რაიმე საგანი ბოთლის მაგვარი მე მხოლოდ პირველ გაგასცენეთ ხა ხო არ გიგია მე უბრალოდ ვიდეო რაც ვნახე და სურათი მხოლოდ სახის მონაცემები ჩანს სხვა დეტალს ვერ ვაზუსტებ ბატონო ჯერ შოკი მქონდა ერთი თემაით რომ ძალიან წყნარად მივდიოდი და ვესწრებოდი ამ ყველაფერს მე რო დაიწყეს მოწმეების გამოძახება და ეს პოლიციელები რომლებიც იდგნენ და საერთოდ არ იცოდნენ რაზე აწერდნენ ხელს და იმ დაწერილზე სხვაზე ქონდა ხელი მოწერილი აქ სხვა ყვებოდა ექსპერტიზამ რომელიც აშკარად ტყუილი ლაპარაკა იმ პროცესიდან მე რო გამოვედი ერთი მახსოვს რომ ძალიან წამომივიდა ანუ ოფლი მეუღლეს ურეკავ ძალიან ცუდად ვარ მეთქი საჭეს ძლივს ვიმორჩილებ მეთქი ფეხის კანკალი ამიტანა გზაზე აი ამ ფეხის აი ესეთი კანკალი ამიტანა რა აი ესე არ ჩერდებოდა მეუღლე მიხვდა ეთყობა რაშიც იყოს საქმე და თაფლიანი წყალი გამიხსნა და დამალევინა და შაქარი გამისმა 55 მქონდა ამ ხელაკაც შაქარი ძალიან ცუდად იყავი მეორე დღეს მესამე დღეს და ორი თვე მომიწია ამაზე მკურნალობა რომელიც საბედნიეროდ დამირეგულირდა ეს ყველაფერი რა პოზიციაში ვარ მაგათვის სამგანითო საქციელი არა პირველად რო დამირეკა ანრიმ ქვეყანა ჩემი მეგონა ხმა რო გავიგე რამდენი ხნის მერე და დამამშვიდა დამაწყნარა და ის მითხრა დედაო არ ინერვიულო გეხვეწებიო მე სამარცხვინო არაფერი არ გამიკეთებია და პირიქით მე ის უთხარი შენ სამარცხვინო არაფერი არ გაგიკეთებია და ნუ იქნები თავდახრილი ზოგი მშობელი ამას ვერ უძლებს აი ვერ გაუძლებს რა
კაცო, რო იცი რომ ნარკომანია, რო იცი რომ მკვლელია, რო იცი რომ რაღაცა ჩაიდინა სხვა არის. სხვა არის კი არა და სირცხლით უნდა აკვდებოდე, მაგ დროს შობელი. მაგრამ რო იცი რომ არაფერი შუაში არ არის და ტყუილად გტენიან ამ რაღაცას, ეს ნორმალური ადამიანისთვის არის რაღაცა სასწაული, რა. სასინელება, აი, არ ვიცი, მტერსაც არ უსურებ მე იმ განცდას, რაც მე გამოვცადე იქ. აი, წლების მერე შვილს რო საკანში ხედავ პირველად. ის რუსეთის დამყარი იმერია, თავისუფლებას ძირება. ანრის რასაც უყურებ, ძალიან მაგრად არის, შემართებით არის, იმიტომ არის რომ მართალია. და იმიტომაც საუბრობ ესე მშვიდად რომ მართალია ანრი. ანრის ის არ ჩაუდენია, რასაც აბრალებს. სოლიდარობა ყველა რეჟიმის ტყვეს. ანრი დე, ჩემო ბიჭებო, ანრის გარდა კიდე იქ სხვა ბიჭები არიან. უმაგრესი ბიჭები ხართ. თქვენ ამ ეპოქის, ამ პერიოდის გმირები ხართ. ეს ბევრს არ მოეწონება, ეს სიტყვები სიცილს დაიწყებენ, მაგრამ სულ არ მაინტერესებს. თქვენ ამ პერიოდის გმირები ხართ. თქვენ ის გააკეთეთ, რაც თქვენმა გულმა გიკარნახა და საქართველოს დასჭირდა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ბიჭებო, ყველაფერი კარგად იქნება. გაუმარჯოს ჩვენს დიდ ოჯახს. თქვენ იქიდან ბიჭებო, ჩვენ აქიდან მშობლები. ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნება. სანთელსარქმეველი გზას არ დაიკარგავს. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. გადაცემის დროების ადამიანი ოფიციალური წარმომადგენია საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი.